ყველა სუფრაზე დევს და ყველა სუფრაზე არის. ნუ ეს ხახი ეხლა აკაცი ვაგზალზე რო აიხლა რაღაცა ყიდის ის წარმომავლობა ხო არიცი ვეკედებოდა სიტყვა მოჭი ძოსო დარჩება საერთოდ მოჩაკეტა ვა მიულოსი ჩვენ მაყურებელს ახალი წელი. საუა ვიუსად დადესება დაიწყე შეყავშენა რა ეგრევე გინებით იწყება. ეს ეპიზოდი იქნება ტყუებით სავს. გაუმარჯოს მაყურებელს სახალხო ეპიზოდით დაგიბრუნდათ მის საყოლებელი პოდკასტი და ბევრი თხოვნის შემდეგ ჩვენი სტუმარია YouTube-ის ნაცლი მამა კომენტარში დაწერეთ ვინ თხოვდით ჩემოს მახარა. მახარ შენ ვიდეოზეც ეწერა მახარ ეხა ბოლო ვიდეოზე კომენტარი რომ კაი ესენიო მოვიდნენ აქო და მახარა სატო არ იწვევთო ანუ ის დორ არ ვიწვევთ მაგრამ ამის მოყვანა როგორ რთულია არიცი როცა მომიწვევს მაშინ მოვედი არა სხვათა შორის მოდი ვაღიაროთ ჭამიანაჭამეზე უთხარით მოვიდა ძმაო პატიოსნად როცა უთხარით აი ეხლა რა პრობლემაა არა იმას იღებდი რა ქვია კრეატორი რაღაცები ხონდა და მაგითო მაგრამ იდეალურ მომენტში მოხვედის ახალ მადლობთ გენეცხოვ. აუ ეს გეიუსტები ასე. მაგრამ აჩიკოზე რა სიტყვოდი მახა. აი ეგრე არასოდეს აშკო მოდი პირზე რაღაცა მოგაცალო. აჩიკო ეგრე არ მენდობა რომ პირზე ნახო მიმიშვა. საერთოდ. საშინელია. ჩვენ მოგეი ურთიერთობა და ირთან ახლა დავიშოთის. არა იმიტომ რომ მე ექსცენტრული გაწყვეტილებები მაქვს. ხაში უცო გაწყვეტო რომ გეი ვარ. აი ამაშია საქმე. მოდი დღეს არ გინდა მაინც ახალ გადაცემა და თავი შეიკავე გეად გადაქცევის გარდა. აი დავიწყოთ ფულზე თამაში. მოგესალმები მახარ. ხო არ გინდა რამე რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს ან ჩვენ გამარჯობა აბა ეგენ ჩემი მაყურებელიც არიან რა თქვენამდე ჩემი ანუ ეს ფულზე დავიწყოთ თამაში რა. არ იქნება დღეს ფულზე თამაში ახლა. ნუ ველოდები მაგას. მე შენთან ბოლო ფულზე თამაში რომ ახსოვს მახარ აღარ მაქვს სურვილი. თუ მაინდა შენ ოფისში რამდენიც გინდა მახარ და ჩვენ ოფისში შანსია. ხო და წავაგე ხო გაბრაზდება ვიწყა. არ დაგიწყეთხელი რამეზე ისე შენად რო ბრაზდები. კი ტექნიკაზე. მე არ ვარ ეგეთი აზარტული. აჰა მაგიდას. ხო აი გააზრე ხა მაგიდას გატეხავ თუ იმას გატეხავ რა. უფს. კამერას. არა კამერა მონიტორს. განათება იდო ის შემო. არა ეს ბიჭო ეგრევე ფილტრავს აი ტერმინატორის ის რო არის ხო იცი თვალი იმის თვალებით რო იყურებ რაღაცები რო წერე ფასები ეწერება ყველაფერს და აი ყველაზე იაფიანი და ყველაზე აჩიკო ვარდება ხოლმე პირველი რა. აჩიკო იჭერება აჩიკომ გაგინა მაშინ. ბიჭო იმიტომ პირველად ნახე რომ აჩიკო მაგინა მახარას ხო? არა ბიჭო. ნახე. აჩიკოც აზარტულია просто ისე მიყავს кайგი რომ აი მიშე თორე დომინოზე რამდენჯერ დაუმტრევია იცი? დომინო კი არა და ნარდს რო თამაშობთ ხო? ბევრჯერ დაუხეთქებია. აუ თქვენ მაგრა გევასებათ ნარდი. აუ ნარდი აღარა გვაქვს შეჩემა. ისე დაავტორიეთ. სამი ნარდი ქონდა და არც ერთი აღარ არის, სამი დავამტორიეთ. აა. ნარდი ბარკალაია მარგად მოგცათ რამე ის. ნარდი ბარკალაიამ კეტყვი უნდოდა. მაგრამ ესენ გადახავენ. არა მაგდურს გაიტანა კვარაცხელიამ გოლი და თორე ის თქვენ გეკუთვნოდათ ის. შენი ნარდი ბიჭო წავიდა ფეხბურთში. ხო და შანსი გაქვს რომ საახალწლოდ აჩუკოს ნარდიში. მანქანა აჩუკოს გელა ბარკალაიამ რომელშიც არ სავждები არასდროს იმიტომ რომ ნაგავჩინუნება. ამას ნახავს ბატონი გელა და მე და ელაპარაკე. კანგული ვარ ვინ არის ეს? შენგან განსხვავებით გელასთან კოკა-კოლა შესულია. აა შესულა თვითონ შეიტანა. მაღაზიაში ყიდულობს ის გადის შვიცაძე. იაფად. ვიდეოებში ჩანს ხოლმე მინიმუმ. ეგრე ჩემთან არ ჩანს, მაგრამ ჩემამდე ეგრეც მოვიდა რომ პროსტა უსვავო და მე ევასება ძა. ხო თქვა ეგ რომ მე უნდა შემთავაზობ. შენ ვინ გთავაზობ? არ გთავაზობ? ყველამ თავაზობდაო. აი. ბიჭო, არ გჯერა თუ? არ მჯერა რა. მე ყველაფერი. არ მჯერა კი არა. ყველაფერი მჯერა. ადამიანი რომელიც ავიც გეუბნება რომ ჩინური მანქანა კარგია. აუ, ეხლა ვიჯექი ჩინურ მანქანაში და ორნოს უყურებ და არაფერი. ნოლი რეაქცია. იმპოტენციას იწვევს ბიჭო. ანუ ეს ბატარეები ამოდის და ყველებზე ის რო არის, ვაფშე იმპოტენცია. დიდი მონიტორი იქ უყურებ და არაფერი. მე ყველაფერზე წავიდოდი მაგის გარდა რომ მანდ მივიდოდა. ორნოს ყურება ჩინური მანქანაში. წაღლინდა როგორ მოგივიდა? დიზელის მანქანები. მე უფრო მაინტერესებს და როგორ მოგივიდა. კატალიზატორები ჩავხსნათ ყველა ვაფშე. სამყაროს ისეს დედა მარემ დავაჩქაროთ. აი მენა და ძალიან მევასება ტაიმლეპსებს უყურებ ხოლმე ტყე რო იჩეხება.
შენი გასართობი არის სამყაროს დასასრულე. არა ბიჭო ამერიკელებს აქვს ძალიან კარგად დალაგებული სპეციალიზებული ტყეების ლოკაციები იჩნდება ის უნდა მოჭრა და სხვა ლოკაციებსაც მოჭრა იქ ირგვება ამოდის ანუ ბალანსი აქვს დაჭერილი აი ჩვენთან ხო რომ გადაჭიხი და დავი სასტუმრო ეგრე ეხა ახალი ნიუსი იყო მაგის ნახე ის რა ქვია ნავთობის ის რო ქონდა ჩაერთებული ხეებში გასასვლელად სპეციალურად ნახე რა ნავთობის ის როგორ ნავთობი მეცნიერები რაღაც უნდა მოიტანონ ბენზინის დიზელს რო ხრიტავ რა და დიზელს რო ასხავ ხო ხმება ხე და ესე ხე ქონდათ გახრეტილი მიმული ქონდა ხეზე იმის რომ მეგონა რომ ხიდან აკაჩავდი ბიჭო მოულოდნელი იყო მოულოდნელი იყო ჩემთვის ეგ ინფორმაცია და ამერიკა მოვაყალიბე წინადადება ჩად საქართველოში გლდანში თუ სადღაც ხო შენთან თვათაშვილს ნი თუ იქით ხო ადრელის კაროჩი ხე იყო ჩახრეტილი და დიზელი დურსება ხმება ბოთლი იყო და შლანგით იყო ჩაყვანილი ხის ფესვებში ჩადის ნეწეწედავით ხმება ეგ ზუსტად იყო სასტუმროს ადგილი მონიშნული დიზელით და სპეციალისტ სისხლის სამართლის საქმე არის აღზრული მაღაზია და მახარ აუცილებლად აპირებ ქვეყნიდან გაქცევას არა მე აი რა არ მომწონს იცი რომ გაჩნია ეხლა ჯერ მთავრობაში თუ არის ეგ ტიპი ვინც გააკეთა არა მაგრამ ერთ 60 წელიწადში დაიძრევა ეს ძალიან კაცად უძგებიან ხის იმეებს ხო ნაკრძალის ეგეთ მწვანე ზონის ტერიტორიებს იმენა ის არის ხომ ხო ნუ ყოფილი პრემიერის სოლი თუ არ ყიდულობს მაგ შემთხვევაში გალშე არც ერთს არ უყიდია ჩუქნიან ბოდიში ნაკრძალი არც ერთს არ უყიდია ყველა საჩუქის სხვათაშორის მაგ კუთხით მაგარი გამოსწორებულია მე რასაც უყურებ ის საახალწლოდ ნაძვის ხეების მოჭრა რა ანუ აღარ უაზრო მაგას ვფიქრობ რომ პლასმასის შემოწრებას ისევიდან ჯობია რომ ნაძვი მოჭრა შენ დადგი უკვე ნაძვის ხე სახლში კი აუ შენი ვიდეო ნახე ის რომ აუ გააფორმე განათებებით ვაი მაგას წვი ხო ათი ხო გამოვკაჩავ რაც წამონა გავჭრე 50% განათებების 6 წელია იმ დღეს არ შეკითხულობდა შეჩემა ის განათებები სად არისო ხო ოფისში რო ხონდა ხო და ნაძვის ხე შენ ბუნებრივი დადგი თუ ხელოვნური აი 6 წელია ხელოვნური ხო თესერი იყო და ეხლა არის მწვანე ნო ნელ-ნელა ფერზე მოდის ეს თოთავლები გასწვიდა ის ჩინელებმა ვერ მიაწებეს აუ ჩვენ ოფისში რაც დავდგით ზუსტად იგივე დაემართა არ და ძალიან ლამაზია ის ყველას ეგ ყრავaks თეთრი ეხლა შემოვიდა სილიკონის ნაძვის ხე მაგრამ მაინც არ მივხვდები რა სილიკონის ნაძვის ხე რა კავშირი რო კიდევ აი ეს ბევრად ის არის რა რეალური არის და აი აღარ წიწვები აღარ სწვივა რა ლოგიკურია აბა ვაცადოთ ადამიანს მშიერი მოვიდა מחר ჯერეს 150 ლარი გამოკოპე აქ ვიღაცემა შეფუთეს და 4000 და 5000 ლარი ღირდა ეგ ნაძვის ხე რა მომ ძალიან თბილი ესეთი ყვითელი კადრი უკან ძალიან თბილად გა ჩვენი ნაძვის ხე ევროპის ქვეყნებში აწყობილ ჩემს პლასმასი სად გადანება და სად აეწყობა მართლა აი არ და უზრუნველია ჯერ შენ ევროპაში ნაძვის ხე იმ ევროპელის დედა არის ნაძვის ხეს ცეხს რომ გააკეთებს ჩინეთი დედას უწვიწზე უშვებს ბიჭო გიზმაო ის დაგვეწვა ნაძვის ხის ნაძვის ხე დაგვეწვა ნახე კიდე დაიწყო ხელსაც დაიწყო შენ ვარ ტიქეს ბიჭო რაღაცა აუხანი ჩვენთან აუხანი კი არა იორ მუღავგია რაც შუაშია და არერია სად არ მახსოვს იქით რა და სადღაც ახლა ახალი ნიუსია და წაეკიდა ცესხი და ისე არ ხეინათ იწოდა დაამოკლა რა სადღაც და გამოკლა და მთელი ქალაქი ჩაქრა მართლა ეგ არ მინახავს დანარჩენი ქალაქი არ ვიცი საერთოდ ნაძვის ხე ანათებდა და მაგრამ ის ხლაპუშკის იწება ხომ ხლაპუშკა დენიკა მოკლე ვიღაცა მე დაახვია ლეიკო დაზოგა იბუთხა და ღონამა რო იბუთხა ქალაქი ჩაქრა რა დიდი ალბათობით 2 წელი თქვენ გადმოყანილი ფაზა 0 იქიდან ტრანსფორმატორიდან თავარი დენს ნუ ჩაუღმავდებით ძალიან ცუდი ისტორიები გვაქვს დენთან და ამათ ხელობებთან დაკავშირებით ზოგადად ვერაფერსო ვერ აკეთებენ იმენი არა კაი ახალი სისტემაში საჩუქრები იყიდე ბავშვის საჩუქარი იყიდე ბიჭო გაქვს შანსი რომ კიდე რომ ხო მიმართო კომპანიას რომ თუ შეგეხმიანო აა ვიყიდიან კომპანიას და მე დაარწმუნებია რა სახეს უყალებია ეს ჩინური კვადრატებია ლარიანი აზრობაზე იყიდება კაი გელას ყავს ძალიან კაი რაღაცები შემოყვანილი გელა ბარკალაია არა ყოველთვის კი არა არა ვიცი რა არ ყავს აი
ხო ეს ჩინურზე მაინც მახსენდება ხო ადამიანის მიმართ არა გაქვს მე არა ჩვეულებრივ ანუ ვერ ვიგებ ჰაიპში რატოა რა გელა მაგას და ქეთი ეგიდვაშვილი რატო არის ჰაიპში ვერ ვიგებ შერაგერი საღალწო საჩუქრებს რო იცინი აქ დამიჯექი მე ჩვენ თოვლის ბაბუას ველოდებით თქვენთან ოჯახში არსებობს თოვლის ბაბუ ალექსანდრე არ უყურებს ამას დარწმუნებული არჩენი ალექსანდრე არ უყურებს დარწმუნებული ვარ და მიო არსებობს ოღონდ ამას მაგრა ყიდია რა უნდა ზოგადად თოვლის ბაბა გაბრაზება არაფერს არ მოგიტანს მაგრამ შენ ხომ მომიტანო დიო მამა შენ მომიტანს ჯიგარია აი კი იასანი რა შენ როდის გაიგე რომ თოვლის ბაბუ არ არსებობს რა სანტა კლაუს მაინც აგინე ხალხი გაიგებს რა ამჟამად ასეთ ასეთ ძალიან ცუდი კითხვა დაუსვი შეჭი რა თოვლის პაპა ბაბუ რომელიც გესმენდა როდის გაიგე რომ არ არსებობდაო ჩემ გორში არსებობდა იყო საერთოდ ბიჭო ჩემი მეზობელი შემოდიოდა ხოლმე თოვლის იოსების მაგრამ ვიცოდი ხოლმე რომ ის იყო და ოღონდ თავს ვიტყუებდი რა არცა ჩუქარი იყო არაფერი არ იყო ხოლმე და პროსტა მოდიოდა აი ეგ არასდროს არ მქონია მე ბავშვობაში რომ ვიღაც შემოსულიყო გადაცემა დედა ჩემი მიდევდა ხოლმე ნაძვის ხის სათამაშოს და აი ვიცოდი ხოლმე შენ ეს ნაძვის სათამაშო ძალიან მეკიდა ხოლმე აი ვიცოდი ხა დილს გავუგზავნა და მანქანა არ დამხვდებოდა სათამაშო არაფერი აი იქნებოდა ისე რაღაც გვალი სათამაშო რა ეგრევე შეყო მეკიდა რა ჩემთვის თოვლის საჩუქარი არასდროს მოუტანია ნაძვის ხის სათამაშო ხო უჩუქებია მაგლოგიკით მაგრამ ნაძვის ხის სათამაშო 10 მინდა ჩემი ამას თავისთვის უნდა სათამაშო ნაძვის ხის ჩემთვისაც არასდროს ანუ სახლში არ ხსნა თოვლის პაპამ საჩუქარი დაგიდო და ეს საჩუქარი იყო ან სათამაშო ან ბავშვს ხარ და ეს ახალი ბავშვი ესა ზაღალი ხო მოუყანა წინაზე თოვლის პაპამ ტობი მოუყანა ეხა იძახს რომ ტობი ქვია ზალს ჩემი ალექსანდრეს ძახსას ტობი ქვია ეგრე ხდება ალექსანდრე როგორც ალექსანდრე ქვია ერთ პერიოდში რომ ყველა ბავშვს ალექსანდრეს ტობი არის ეხა ლეკვი ხო უეჭვი შეიძლება რამე იმაში არის და თქვენ რაღაც საერთოებს გიპოვით კიდე უმეტე ამას გიორგი ქვია და ეს მე არა პროსტა ეს ამოგორელები კორელები ვართ ზაღლიო აიყო მე ვთქვა თოვლის საშუალება აღარა აქვს თქო რომ ყადოს ციკლი იყიდოს ხო და ტოპი წაიყვანოს და დაამატოს. გადაო, გაცვალა ეგრევე? არა, ბიჭო, ბავშვი ბიზნესმენი. პარტნერი გამიკეთა, გაიგე. ბიზნესმენი. პარტნერი გავა. დაამოღა, იცის როგორც უნდა მოიქცეს. იმენა. აუ ახლა მე საჩუქარი რა მიგიღია ვაფშე. არ მივიღია სოთო. კაი, ეხა რომ ატრაკებ რაღაც გაჩუქებდნენ ბავშვობაში. ანუ ბავშვობაში თუ არა, დიდობაში მაინც. სახალხო თქონდ ეგ მაინტერესებს თემატური. ეხა მე მინდა რომ ახალი წლის ირგვლივ ვიტრიო. რა ვე 5 წელი ტრენი გვინო ალბათ. ვინ გაჩუქე. ეგ დაბადების დღეზე იყო ნუ ატრაკებ. ის კანდელაკის ჩივას ხო ჯობდა მაგას. მე რაც მოგიტანე. კანდელაკისა იყო? არ ვიცი, შენ მითხარი. გაიგო, მაშინ არ იქნება და კანდელაკის. მე გორში ხო გემნები, ერთი ფერის სასმელი არსებობს. ის ეღირს ლიტრი 2 ლარი რა, მაგრამ გააჩნია რა ბოთლში ჩაასხავ. ხან ჩივასია. მე იცის პასიტორი. გეუბნები, ყველა მოდიოდა ხოლმე აი გორში ვაზე. მაგარი ხუთიანი რა მოგცე მაგარი კანიანი ჩამოსმული, კაი ხანია იმენა მაგ. ეს ხო გროვდებოდა ეს ხუთიანი და ერთ დღეს ადვალში რო ჩავედი აი რო შევხედე ერთი ფერი ერთი გებო ეს ანუ ერთი და ბაზარი ერთი და იგივე ყველაფერი ერთი და იგივე აი დავიგინები რომ გორიდანაც მოდის აი ყველაფერი ერთი და იგივე ფერია თან ყველა მაგას განო ესაც ციცე ახურილი მოშო გამოვა რომ ვიხდე 2 ლარი სადა იასნა ციცე ჩამოგისხავს კაი სასმელები ისი ვისაობს პირველები გორელები კაი სასმელები ისი ვისაობს სანდო ალკოსფეროს ალკოსფეროში რა სასმელიც არ უნდა იყიდო. ხო, ყველაფერი იქნება იდეალური და საუკეთესო. ვау, ძალიან მაგარი. ახე, ხო მაგარი იყო. და გარდა მაგის, მე შემიძლია აქვე შეგიძლია რომ ბავარიას ლუდი შეიძინო, ეგეც ნატურალური. ალკოსფეროს მიმართავ რომ და ჩიფსი უნდა ჩააყოლო რომელი? ლუდისა. შენ გერაცვალე. აი ოქრო. ალკოსფერომ დამასპონსორებს და ნასვამი დავждები საჭესთან. პირველ იანვრამდე. პირველ იანვრამდე და ბუასტროს რომ მე აი დაიბრუნოს. პირველ იანვრამდე ყველა ვარიანტი. ცოტა წახალისებაა ეგ და რა. აი ცა პირველში დამებრუნებენ
არა, არ არის ეგ სავარაუდოდ ისე იქნება. იქამდე არის. რა თქმა უნდა, სანამ გამოვიდოდ. აი, ხა თუ მაგის გამო იმაში ხო 28-ში, 29-ში გაატყვერი და გამოვარდი და იგონდავე. საკაი ვარიანტია. ხო და არა, რაღაც დეკემბრის 2-მდე თუ რაღაცა ეგეთი ის იქნება. ეგ არის და ხო, ახლა რო გაიგერო გიბრუნებენ, მე ხო არ ყველა ვისაც ეგრეა. არ დაუბრუნებდი რა. მეც არ დაუბრუნებდი. კარში, ნასვამს თუ გაგაჩებენ შემთხვევითობით თუ ანუ შემთხვევითობა არ არსებობს, მან რეალურად ხო შეგნებულად ჯდები რულთან მაინც ნასვამი რა, ანუ რა. კაკნას ყველაზე შეუგნებლად მაშინ ჯდები შეჭერა. არა, არა, თუ ინდონეზე ნასვამი თუ დაჯექი რომ შეუგნებლად დაჯექი შეჭება და ვერაფერს ვერ აზროვნებ. მით უმეტეს ღირსი ხარ რომ პრავალო წადართვა. აი შეგნებულად ვინც დაждდა და აი 3 ჭიქა გონდა დალეული და ამდენით გადაუცდა მაგას რო წაართვეს, აი მაგას კიდე უფრო დაუბრუნებ რა. რა ის ლიმიტი არის რა. 7 თუ ეწერა, იმას რო არ დაუბრუნო და აი 0.2. მაგაზე ხო არის ისედაც რა. 0.7-ზე ქვევით თუ გაქვს 6 თვიანი, 0.3 არის. 0.7-ზე, არა, 0.3-ზე ზევით უბრალოდ ითვლები. 0.3-ზე ქვევით გიშვებენ ეგრევე. ნასვამად არ ითვლები. აი 0.7-ზე ზევით თუ გაქვს უკვე ერთწლიანი შენია რა. так ჩუქნია ჩივას რეგალის. ეგ უნდა წახალისება უნდა იყოს რამის. აპროლიო გაძეს თქვენ ძალიან ნასვამი. ახველის კიტი უნდა ქონდეს პატრონს. რო გადმოგაცილებს სახში გაგატანა. იმას დაემართა, ბიზაშულს დაემართა ერთხელ ვორცები, მე მგონი ბიზაშულს დაემართა ის რა ქვია მაგას. ხონი არა, ბიზაშულმა მომიყვა თუ არა ვერ გავიხსენე ზუსტად. კაი, ხნეს სინამდვილე ამბავი. ხონიდან მოდიოდა ქუთაისისკენ და გზაშიო კერდა ბოდიში ვატრაკე. ბათუმიდან მოდიოდა ქუთაისისკენ და გზაშიო გამაჩერა სამტრედიასთან პატრულმაო და ნაბახუსებზე ვიყავიო და ამომიგდო მაღალი დონეო რა, ანუ ისო ამის გასაჩერება შეიძლება. ხო და არა, უთხარიო, აუხსენიო რა სიტუაციაც იყო, ის გადმოვედი კიდევაც მანქანიდან და ამანაც მენდო რა ეს ტიპიო და გამიშვაო. ხო, კაი, მიყვარს ძმრიანი. იმდენი მანქანა ჭამი რომ ამომიგდო ერთხელ. ძმრიანმა? ხო, პრინციპში ძმარი ალკოჰოლია რა. პრაქტიკულად. ძმას იმდენს ასხავდი. ისე ხო არ გიცდია מחარ ყველაფრის ჭამის ემის გარშე შეიძლება ისეს გიგდებს შენ. ისე მე მიგდებს შენ. შენ უნდა მოგიგდოს. მე რო ეხა ერთი კვირა გავჩერდე და არ დავლიო, მაინც რაღაცა 0.7 იქნება. რაღაცა იმაზე იქნება ხო ბოჭელი. რა გიხარია? აი მიხარია. მე რო ხარია შენ რა გინდა შენ, რა გამიტრაკე. რავა ამას რა აქვს საჭესთან. აჩიკოს მიხედე რომ დარბის იქ პადელებს თამაშობს. პადელებს? ჯან სახსოვებას ეწევა შეჯა. ბევრს ეწევა. შეცვალ, აი ხო იცახება. არა და საჭეზე და აჩიკოზე მე მეგონა რაღაც სხვა ისტორიას გაიხსენებდა უცებ. ჩიტებს რო ითვლიდა სანაპიროზე. ბედნიერი გაიხსენებდა მაგ ამბავს, მაგრამ დაიცვა ნახე. ნებისმიერ დროს შეიძლება აჩიკოს ავარია მოუვიდეს. სხვათა შორის არ ვიცი, არ გეტყვით ვინ, მაგრამ ერთმა ადამიანმა მითხრა რომ აჩიკოსთან ბიჯექი მანქანაშიო და კიო ეგრე არისო ყველაფერი. ზუსტად ეგრეა ყველაფერი. იგი არ დააკონკრეტა. აჩიკოსთან არ ვარ ჟდომი მე მგონი მანქანა. კი, მე ვიჯექი ჩვენ რო ვიყავით გადასაღებად წასულები რივისი ბაზა იყო. ნებისმიერს კითხე აჩიკოსთან და ყველა წიგება აი ახლა აჩიკო ყავს კიდე მეორე თანამშრომელი და როგორც წყნარი ბიჭი არა. იმას კითხავ ხო. აჰა. ძალიან ინტერესანტია. არა ბიჭო იმენა არ მოვა. даже მისჩენე ვიღაც თვალმა იარო ამას პროვო წაართვან იმიტომ რომ უფრო ნაკლებია რისკი რომ უსაფრთხოდ იგზნო თავს კალაკში. მე მაქვს ესეთი გასართობი არ ვიცი რა დავარქვა კითხვა ქართული სუფრა როა ვაწყოთ საახალწლო. რომელი იუთუბერი რა კერძი იქნებოდა თქვა ეგეთი მაიმუნობა მაქვს თქვენთან ეს מחარასთან ალბათ კითხვა არა ორივესთან მე ჩავერთვები შეძლებს დაგვარად მე უბრალოდ თქვენი გამჭრეხი გონება მინდა რომ ტოპები გადავდოთ მაშინ ეს გოზინაყი საცივი და ოლივიე მე მარტო ღორისთავი დამიტო ღორისთავი ვიცი ვინ იქნება და რა ვინ რა იქნება ღორისთავი ვინ იქნება შენ ზაროჟე ქართულ სუფრაზე ღვინო ვარდებს ხევადი ვერ იქნები იმენა მასახარ ხევადი რანაირად იქნები ახე არა სხვათვის ის აი ნუ ატრაკებ ხა მე ვარ ალკოჰოლური სასმელი ხა რაცა იდი ნახო კაი ვინ არის ალკოჰოლური სასმელი უბრალოდ გვაქვს იუთუბერები სუფრაო და სუფრა საჭმელთან ასოცირდება ხა წყალი ვინ იქნება ვარგი სუფრა სასმელი არ არის
არა. აუ, სუფრა ორივე იმას ჭამა ესმის ეგრევე და ამას დალევა და. რა შეუძლია ამას ჭამა ამასთან გადაცემაში ვიყავი ჯერ. აი, ვინ რა იქნება, მიდი. თუ კიდე მე საჭმელს გეტყვი და შენ მითხარი ვინ იქნება? მიდი. გოზინაყი. კბილი კაცი არის, რაბანა იქნება გოზინა. არა, რაბანა გაუშვათ ჩურჩხელაში. კაი, რაბანა ჩურჩხელა. რაბანა არის ჩურჩხელა. გოზინა ყოს ტატო, აი, მამუსო იყო, ეგონა მეთქვა რომ ტატო იქნება. ბილი, აი. საცივი. საცივი რო აყარის ეგეთი ვინმე გვინდა რა. არა, საცივი მეინ კერძია მაინც, სახლს უბრალზე არა? კი. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ლევ არაზუს არაძახა. აი, არ გაატრაკო. აი, საცივი არ აქვს. იმენ არაზუს არაძახა, იმიტომ რომ ნიგოზე ხა შემოსულე რაღაცა უკრაინული და ეობები და წარე დედა გემოაკ. ეხა არ წელს როგორი იქნება, მაგრამ სულ ჭამიან წყალატე გემოგაზდის და მე ეს ხალხი ვერ იგებთ ამას. ქართული ნიგოზის ბლომად არის. გავიგოთ მახარას მახარას საყვარელი იუთუბერი გავიგოთ, ეხლა ძალიან უცებ. არა, საცივი. არა, იმას გეტყვი რა ქვია, კერძს რა, შენ მე საყვარელი. გავიქცი ასე მინა. წვანილი. მე ვიქნები. ვინ რატომაც სხვა ყოფილიყო ვინ? რასი. ოლივიე არის საინტერესო. ოლივიე იქნება ოზი. წვანილი მიჭამია თავიდან ბოლომდე. არა, ოლივიე არის ოზი. ოზი ძალიან კარგი ადამიანი. ყველა სუფრაზე დევს და ყველა სუფრაზე არის. მე მეგონა ეს ხალხი ეხმო. თქვენ ბიჭი ასის მაო. თავიდან მე მეგონა ეს ეხუმრებოდნენ რომ შორმენა ხო? თუ ეგ ეხუმრებენ ეს ბრაზდება რა. ეწყინს ოზის. ოზი ვიღაცა რაღაც ვეთქვა წინს. ვიღაცა ეტყვიან ხო და ეხა ვიღაცა ვარ ჩვენ. შენ მიიღე შენ თავზე შეშ. არ მიმიღე. ჩვენ ზერბერი არ თქვია. ვერც იტყვის ბიჭო ისის რო გაილახებას. სასმელი აჩქა ოზიმ რაბანას რა არ დავა. რა სასმელი აჩქა. კაი სასმელი აჩქა. ასკასფეშ იმას კოლექცია ქონია ბოზის სახში და ერთ-ერთი კოლექციიდან აჩქა რაბანას ასკაზე სასმელი და რაბანამ შენ გარესო მე ამას არ გავსინჯაო. მაგრამ კალასთან მივიდა კალასთან ხო დაგიგმენ მაგ პირველში ვსწრებით. რა კალასთან გავსინჯოს მეც კი. მე არ დაუპატიჟიო. დაუპატიჟებული ხარ მე. უკვე მოაყო მარე. არა არის. კალასთან პირველში ვაზებში თუ კალასთან? სახში. აუცილებლად. ფეირვერკებს ამოიღებ ალბათ. ყველა ვარიანტი. კომპანია მომწერა. ისეთი ახალწელს დაგიყენებთ რომ მეორე არ მოგინდეს, ოღონდ მართლა რა, კაი გაგებით. რა კუთხით? აი მე დიდი მომეს თქო, კალას სახლიდან რომ გავუშვათ თქო და კაი. ეს წამოიღებ ზარბაზანში. არ შეიძლება. რა არ შეიძლება? ხოვები ხოსტებიან. ფეირვერკები. ძალიან გთხოვთ, ფეირვერკები არ გავუშვათ ახალწელს. თქვენ. ამას შეესწავლაზეს მაინც. არა, ეხა ხო ჯარიმებია გაყიდვაზე და იმაზე როგორც. ყიდვაზე არ არის ჯარიმა. უნდა მოასწრო. ანუ არ უნდა დაგაფიქსირო რომ ყიდულობ. თუ იყიდება ჯიბეში მოგიდეს საიტის ხომ არის საიტს შედიხარ და გამოიწერ და ფეირვერკი მოაქვთ. მეც ბევრი ვიცი ეგეთი. დაჟე უარესი საიტი. არა იქ ბიჭო, ნახე, მართალი არის, ქუჩაში ფეირვერკი არ უნდა იყიდებოდეს რა. იმიტომ რომ სასაწყობო პირობები არის დარღვეული რა. კი, მაგაზე მეც ვისაუბრე 10 წლის. მან ფეირვერკმა ბატონ გურამ ბაღდოშვილს 2 თითი დააკარგვინა. გურამის ბრალიც იყო ხელში რო ეჭია, მაგრამ ნუ ოკეი, ანუ კარგი ფეირვერკი ეგრე, ანუ კიდე უსაფრთხოარი ხელით. ანუ შენახვის პირობები უნდა იყოს დაცული და ბევრი რამ რაც უყურეთ ერთი წელი ხა. ეს კი არის იყიდებოდა ამერიკაში. ამას ინახავენ ასაწყობენ ამდენ ფეირვერკს. მე ეს ნესტი ისა რომელიც გამომშრალი სასაწყობი ფართობში აქვს. ეგ პოროხი ისინი ინესტება რაღაც ზედამხარე შეიძლება ქვედა მუშაობს. რო ჩადის აქ არასკდება და აქ ასკდება. აქ და წნევა არ იგროვს და კაროჩე. ჯობია რომ კომპანია რომელიც ეფრო აქვს, არის რა ეგეთ კომპანიები, ვისაც შეუძლია რომ პიროტექნიკა გაყიდოს. ხო. იმიტომ იმათი სასაწყობი პირობები და ძალიან კონტროლი ბევრი კომპანიასთან აქვს ურთიერთობა და ისინი მეუბნებიან რომ აი დაგვადგნენ, გვამოწმებენ. როგორც სასაწყობი, ანუ ცალკე ტიპები არიან, ვინც საწყობებს ამოწმებენ. რა პირობებში ინახება პროდუქცია. მაგალითად, შენ რომ ლითიუმის ელემენტები ჩამოგაქ და გიდევს, ტიპები მოლენ და ყოველთვის გამოწმებენ რომ ეს ლითიუმის ელემენტი სადა გაქვს. რა ნესჭი თუ გაქვს დედა აქვს. რო გაყიდი მე უფრო შემცირებული არის ვარგისიანობის ვადა მე რა. ხო, ტემპერატურაზე აკაც ეგრე არის, აი ხა ვაგზალზე რომ აი ხლა რაღაცას ყიდის ტიპი
ის წარმომავლობა ხო არ იცი იმის. ხო და ეხა მე უბრალოდ ვერ ხვდები ბოლომდე შეიძლება თუ არა ყიდვა საერთოდ. მე დავრეკე პოლიციაში პოდკასტზე დავრეკე და არაო. ვაფშე ვერსად ვერ იყიდეო. პასუხი ვერ მიცხეს. ჩვენ ვერ გეტყვით პასუხს. მე რეგეუნებიან ფაქტზე. იქვე გეტყვი რომ არა შეიძლება ამეტამზეო ჩვენ გამ შეზღუდვა არ არის მაგრამ ახლა ვერ მოკლე. რო ვიყიდო ფეროიკე გავისურვო რა პრობლემაა მაშინ კანონით დაგრძა რომ ახალწელს ფეროიკები არ იქნება და თუ ვინმე შექნება უნდა და თავზე თუნდაც კონცერტებზე სულ ფუნდები რომ იმენა ის ვართ რა ქვია ცისფერიმთები რა ვერ მიგიღებთ მაგრამ უარსაც არ გეტყვით აი იმენა ეგ არის რა არ წამიგითხავს მაგრამ ვეთანხმები და მომწონს ვეთანხმები და მომწონს სახალხო თემატიკაზე მაქვს კიდე ერთი კითხვა რა გამოუშვი მეკლეთ იუთუბერი რომელი გაგიხარდებოდა מחר ну ჩემი და გუნდის შესაძლოა რა თქმა უნდა იუთუბერები ტიკტოკერებს დავასახე ჩვენი მეკლე იყო 1-2 ჯერ ხო מחר რა ვინ מחר იყო ჩვენი რა კალსი კალას არ გინდა მეკლე რაბანა რაბანა ძალიან კარგი აურა აქვს რა ამ ბოლო დროს დავამოამე ძალიან კარგი აურა აქვს რაბანა არის ოქროს კაცი რამე შეგბირდა რამეს მოგცემა ის მოაქვს სასმელი მოაქვს პირველში მაგრამ შენთან გავხსნილი თურმერაში ყოფილა საქმე აი არ მიყვარს სასმელი აი არაყი ვიცხო შენ არ სომხოლ აი კიდე ეს არახს თუ დავლე აი ეს ჰა მოყევი ხა ბარემ უცებ გადღლიზილ მთრალზე ყველაზე სუდრე გეკეთებია მოყოლები მაქვს ჩამიფსიათ იქ სუდია ახლა არა ხესთან მივეყუდე და არა მომიღია ის ანუ ინსტინქტურად ჯიბეში ჩავიყავი ხელი და ეგრე მოვხსნა. პროცედურების 70% შეასრულა, ხესთან მივიდა, მიეყუდა, მაგრამ თავარი დაავიწყო. 30% დარჩა შეუსრულებელი. ეს ხელცემე, ბარმენი ვცემე. გორში, არა, მე რევისთან დავწმაკაცდი. აი, ბავშვობაში რაღაც დაღუპული ძმაკაცების სადღეგრძელოს ვძახდით და კუპეში ვიჭექით და მუსიკა ჩაირთო რა. მაგის გამოწემე? იქნება არ იცოდი. აი, ჩემი დედა შეურაცხყოფელია თქო ეს ჩვენთვის თქვი ხალხი ის და ყველა გადაყლევ თან აი სკოლის პერიოდი. წავედი სულ გავაყლიზირეთ. მაგის გამო რატო ჩართე მუსიკაო წასვლებს ასე ვიდა. საწყალი ბარმენი. არა და ვიღაცა მოეჭველი გვერდზე კუპედან თხოვა რომ ჩამირთე სიცოცხლის სადღეგრძელოს. არა გამორცხული და ამათ ეთხოვა შეგვიძლია და მე მაგის გამო დავიწყდათ. მე დავზმაკ აქედან მოკითხა ზაზას. ზაზას ვენაცვალე. ბარა ჩართო მყრიბა მუსიკაში. და ეს იზრებოდა შემა რომ ხო ვიყავით ჩვენ მიკაცრას ვერში. და ნაგვისურნებით ვიკატავეთ. მე რა მაინტერესებს ხა იცი ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთი დღე ხო არ იყო. ჩემი მისცემა და კატაობა და მოუწ ხესთან მივსმა. არა ჩაფს მომაცემა. და ნაგვისურნი წაიყვანეს სახლში. აკო შეგეთ ტრადიცია ხო რომ რესტორანში სოდი. ტუალეტში არ გადიოდი მოსაფსმად. ამ გარეთ მივაფსეთ რა. ბიჭო აი ხო და ეხა ვახლა რა ყალბაა. რესტორანში ტუალეტში შედი მოფსი ხო? აი თაიზე მივაფსე. მეცაც გეტყვი მაგისთვის არის რესტორანში ტუალეტი. შეყვიდა ოფსა. შეიძლება რო არ ვეწეოდით აი ამ გარეთ მოვწიოთ ხო არის და სუფთა ერგით. ხა ბოლო დროს გორში რესტორნებში რო ვიყავი ტუალეტები იყო გარეთ გატანილი და ჰაერის პონჩი არის ხო ბარემ რო ბარემ ჯერ აკროლ და სადღაც აა ტუალეტებში ხო მოსაწევს ეწევიან ხო და პერსონალი შეწუხდა და გარეთ გაიტანეს ტუალეტები. აუ ეგ ქორწილში ვიყავი. მან მიყვარს ძალიან. ტუალეტში რო შევედი დაუბრუნდი. არასდროს არ მომიწევია. არ მოგიწევია მოსაწევი? არასდროს არც ერთი ნარკოტიკული საშუალება არ ჩამიყალაპია კლუბში. სუფთად არაყის მომხმარებელი. ვა. არა მოწევით მომიწევია. რას ეწევი? აი მეუბნებია ხო. შეჩემა წარმოიდგინე ხა რამე ეგეთი რო გააკეთო ხესთან ამოღება და გავიწყდა და ბარმენის გამოწევი. ეს რაც ხო. ერთხელ სადღაც ჩაიწუხება კიდევაც და ჩახტა დაავიწყება შეჩვენა. სატივას ეძახდნენ ხო მოსაწევი ეს სატივა ცოტა გაგდებსო თუ ინდიკა და სატივა რაღაც ეგეთი. ხო ხო გამიგია რაღაც ეგეთი. ორივე 1-2 დღის გამოტოვებით მაქვს ერთხელ მოწეულიო მაიტეს. რომ სატივა რო დამაგდებდა უბრალოდ ზამბებს ლაპარაკობდი და მეორე რო ხოდავსო ის რომ მოვწიე უბრალოდ შეწუხდნენ რა ტიპები აი მეორე დღეს მომნო რაღაც თემასო იმდენად გინდოდაო ლაპარაკიო და ტვინი
რომ რაღაც თემას რომ ლაპარაკობ თან მეორე თემას იწყებდი რომ ის არ მოწოდი პროცესში აბავდი ტვინი მოგვი თანო მე შენ თავს ეწინააღმდეგებოდი და თან ამყოფის გეჯერაო რომ ისეც ეგრე ვარ აი რასაც ვიყობოდიო ჩვენ ვაფშე ვიყავით არ გისწარ ასესაც არ ვიყავდი რომ თითქოს მოსგრავდი რომ ჩვენ ეს უნდა გწოდნოდა მეთქი ბიჭო ეგრე ვარ პროსტო სანი ხო არა მოსაწევი ცუდია აქვე მე გასინჯული მაქვს ორჯერ სამჯერ მაქვს და ანუ იმდენად არაფერი არ იყო არა არაფერი არ მომეწონა ჩემი არ არის კაია ვიღაცა მომნავა ახლა რაზე მოსაწევი გამოვისვა აი ბიჭო ეხა ახალგაზრდობას ხო უყურებ და ახალგაზრდობა აი მოსაწევი კამანდა ანუ ბევრად დიდ ათხადნიახშია და ბევრად ცუდად არის რა აი შეიძლება კი ეთყობათ რომ საერთოდ სხვანა ანუ კი არ არის ეგრე რომ დამოკიდებულებას არ აქვს რაღაც ძალიან დიდ დამოკიდებულებას ჩემი ძმაკაცები ვისაც უმტკიცებდი რომ მეთქი ბიჭო არ არის ეგრე კარგი რა დაგენძრევა რაღაცა და ეხა რომ იძრობენ რომ აი ძლივს დავანებე და აი დავისვენე მაგისმენე და რაღაც ბევრი მიხვდა რომ ვითომ არაფერი ვა იმიტომ იმ გარემოცვაში ხარ ყველა აქედან მოგიკითხავ ვიცი რომ უყურებ კონკრეტულად მიხვდება კაროჩე ეს მოიკითხო შენც მოიკითხე მოგიკითხო ეგრე ვიცრო ბრო კი კაც კალაზე იძა კალას სიგარეტი არა გასინჯული საერთოდ უიგრაფუსია როგორ არა შეჩემო სიგარეტი არა ჰოლანდიაში მოწია ჰოლანდია მოწია ნუ სადა ახლა რამდენი გამოვიდა მეორე საკითხი სიგარეტი არა გასინჯული სიგარეტი არა მაგრამ ჰოლანდიაში ხო მოსაწევი ხმისიზაცია სადიღი ყველაფრის აწყობაზე იზრუნა ჩვენმა ულამაზესმა უსაყვარლესმა სპონსორმა წარმდგენმა თვითონ აწყობენ ხოლმე და ასევე მაგის მერე როცა ლუდის ამ ყველაფერზე იზრუნა შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და დაგვიმშვენა გვერდი სულ ცოტა ხნის წინ ალკოსფერომ უღრმესი მადლობა მან და სხვათა შორის ალკოსფეროზე მაქვს კარგი ინფორმაცია ალკოსფეროდან მაქვს მესაჯუკარი ერთი წამით რა ნუ აჩქარებ მოვლენებს იქნება ვაფშე არ გჩუქნი არაფერს რა შემიჯო ისთვის მომი შეგვა ხელსაძე გამიგე ალკოსფეროს გახსნა ახალი ფილიალი აქვე მაუღურებელსაც ვეტყვი ეს არის კრწანიში დევრეცის ქუჩაზე მე რამდენი ფილიალი მე-16 მე-16 ფილიალია გორში არის გორშიც არის კი ოხონ სხვათა შორის კანდელა კი არაფერ შუაში არ არის მაგასთან გორში თუ გორში ერთადერთი კარგი სასმელი სადაც იყიდება არის ალკოსფერო პაპაჩემ არ გაძლოს თორე რა გიდის სასმელი გასაყიდის სასმელი სად გაქვთ ნუ გზარასთანაც კარგები იყიდება ზევით აი ჩემოსას აქ დასპირტულები აბლეტებს აყრია ის რა ქვია მოდი კომენტარები წავიკითხოთ ცოტნე რაღაც შერჩეულიაც ხონდა რაც აქვე სარამ დავიწყეთ ჩვენ გვაქვს ხოლმე מחר წინა ანუ გადაცემაში რაღაცას ვაანონსებთ ხოლმე ეს ვიცი რომ უყურებ ხოლმე რუბრიკა გვაქვს კომენტარების სადაც ჩვენი გამომწერები მადლობა მათ აქტიურობისთვის არხის გამოწერისთვის ლაიქებისთვის და კომენტარებისთვის გვიწერენ ეხლა ვართ 33000 ნორმალურია კი ბატონო მადლობთ מחר რამდენს მოგვიმატებ ახლა შენ აჰა არც ერთი გელოდები ძალიან კაია მაგის გამო რომ მომიყვანეთ მაგის გამო არც ერთი მოგა ხო და არ მოგვიმატება ხო თორე მაგიტო არ მომიყვანი ხარ არა და ვინც იაქტიურებს ჩვენთან არხზე დაუწერს სტუმარს კითხვას მას საჩუქრად გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და შენთვისაც გვაქვს კომბინირებული თუ დუმბინირებული ორმაგი ხო დუმბინირებულია კომბი 4 არის მადლობა მაინცხვი აქა ბურგერიც უნდა იდოს მაშინ კომბინებულთო და ამის სლატკები დევ სლატკები მე ამას აღარ მოვიყვანა არხზე ძალიან დიდი მადლობა მართლა არა კომბინირებული ესე ვალაგებთ ხომ იმას რომ ყიდით ხომ რა ქვია კომბოსტოსა ზევიდან კარგები იდო ხომ ხო დაბლობა და გასულები გვიწყვია და ლუდი დევს მე მეგონა პროსტა ქაღალდები ქონდა ჩაყოლილი აღმოწევა. კაი, კითხვა არის ეს ძირითადად უფრო სტუმართან იგულისხმება ხოლმე. რა ვინ გავითხოვ, რა გავითხავ. რა გვითხარო? მართლა ეგრე წერია ხო, ნუ, მაგრამ ესე გვითხარო თქვენი ერთი. გვითხარო თქვენი ერთი. საოცრო, წავკითხე. მიდი მიდი. გვითხაროთ თქვენი ერთი საოცნებო განსხვავებული ადგილი, სადაც სიამოვნებით დალევდით ლუდს. მე მაგალითად პირამიდის თავზე ხო დიდი სიამოვნებით ჩავაკოკლო ზინებდით სივ ლუდს
სურვილების სიაში რომ არიან ჯეკ ნიკოლსონი და მორგან ფრიმენი ზუსტად ეგრეა. მორგან ფრიმენზე იჩქარეთ შემომეგობრა უკვე ასახიათ მდგომარეობაშია ვიზუალურად არ დაბერბლო დღე-დღეზე შეიძლება გამოგვეცალოს ხელი და დაიღუპოს. რაც შეეხება ჯეკ ნიკოლსონს, ჯეკ ნიკოლსონი მე მგონი უკვე მკვდარია უნდა დავასოს კვალიცი და პირამიდას რაც შეეხება წვერზე დალევას ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ ყველა პირამიდის წვერი ფიზიკურად ისე არის დაშლილი, რომ იქ ასვლისას შეიძლება ჩამოინგრეს და ჩამოვარდეთ. იმიტომ მახარამ ძალიან სწორად გაიგო შინაარსი ამ იმის შენს დადალევდი מחარ ეგეთ ადგილას. მე ეს ინფორმაციები მაქვს იქიდან, რომ ამ ადამიანებთან დამწეროს უკვე დალეული მაქვს. გადაღებაზე იყო მახარა ჯეკ ნიკოლსონთან და კაიროში რო ვიყავით მუმიები ვნახეთ რა. აჩქა მეუბნა თმა ნახე როგორი ახალია ხელი საიდან შეუყო დავატო. და ეს დადიოდა მუმიისა რა და მე გამოვიცანე რომ ძალიან ბიჭი დაცვა როგორ არის იცი რომ ოდნავ სინათლე რო გაქვს იმაზე ეგრევე გაჯმეინებენ რა რომ ეს სინათლე რო შედის აფუჭებს ამ დედას რა ხანი ნახეს გახარებული მუმიები და მე ეს სინათლე რო ხდება დედა იშლება რა არა ბიჭი გიждები პროცესი ადამიანების ეს ცოცხლად შენახვა სურო დედა მოუ სამყაროს და სტალინი ორი ვიყო არ გაბედოთ და ჩემ ნესტია შეინახოთ ბიჭო ლენინი არ უნდა იყო მთავარ. ლენინი შენახული. მოზლებში შეიპარე. არის ადავლე, ლუც არ დავლებდი არსად. კაი, ნუ გაატრაგე ხა, კაი, არახს. არახს დავლებდი. არა, აი, ხო ხვდები რა. სადმე რო დაждებოდი? სად? ვაშლის ხეზები კეიფ. მოგენატრა ვაშლი. არა, ბავშვი კეიფობდით ხოლმე, ოღონდ მაშინ ლიმონათით. დაიც სად? ვაშლის ედემის სად? კარალეჩი. ამის საკითხვაც გინდა დიდია ცოტა. მედი. თუ წავიკითხო. არა, წავიკითხო. ერთ წამი სანამ დაიწყეთ მაგის საკითხვას, აქვე მინდა ვახსენო, რომ წინა გადაცემაში დავაანონსეთ, რომ საინტერესო ისტორიულ ფაქტს ვინც დაწერდა, მას საჩუქრად გადაეცემოდა როგორც ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები, ასევე დაემატებოდა მაგ ნაკრებს ანგოსტურას რომი და მეგობრებო. ვისი კომენტარებიც მოხვდება ამ გადაცემაში. გთხოვთ ლუდი ერთი წამი ბაცადე. Facebook-ის მოგწერეთ ლუდისას Facebook გვერდზე და მან გაარკვევთ როგორ უნდა მიიღოთ თქვენი საჩუქრა. ანალოგისტინი. მადლობა מחარას რომ აცადა ამ ყველაფერს. ანგოსტურა ხო, ანალური. ცნობილია რომ ძველ ეგვიპტეში კატა წმინდა ცხოველად ითვლებოდა. და თაყვანს ცემდნენ. მაგალითად კატის განძრახ მკვლელობა სიკვდილით ისჯებოდა. მათ ადამიანებთან ერთად წმინდა ოთახებში გზავნდნენ. კატის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელები წარბებს იპარსავდნენ 70 დღის განმავლობაში. გლობდნენ და ასე შემდეგ. ძველი წელთაღრიცხვის 525 წელს სპარსელების მიერ ეგვიპტის დაპყრობის დროს სპარსელებმა გადაწყვიტეს კატების მიმართ ეგვიპტელების ასეთი დამოკიდებულებით ესარგებლათ და ქალაქ ჰელესიუმზე თავდასხმისას საბრძოლო ფარებზე კატები მიიღეს. შემდეგ ვერც ერთმა ეგვიპტელმა ვერ გაბედა კატას ამოფარებული ტრისთვის შეტევა. ქალაქი უბრძოლველად და მართლა ბიჭო დანებდა და ამ გეგმის ავტორმა სპარსეთის მეფე კამბისე მეორე ძალიან დედამოწმედა. ეგვიპტე საბოლოოდ დაიპყრო. არ ვიცი რამდენად რეალურია ეს ისტორია. მე მგონია რომ ვეგანების ქალაქი რო იყოს და მე რო ძაღლები და ყორები დავიბა, ვაფშე ისე ვაფშე. არ მოკლა. აი მაგარი სტრანი ისტორია, მაგრამ ძალიან მომეწონა მე და აი რუსეთის წინააღმდეგ რა შეიძლება რომ ეგივე გამოვიყენოთ რომ აი არხის მოსვლი რომ მივიბათ ფარებზე და ეს წავიდეთ შენებას. შეეშვით ამ რუსეთსა რანებით თავი გიძი რა. ულა აღიზიანებთ და იმაში. კაი რა, ერთი ვოდკა მოუნდა და გაიყიდა ეგრევე. აღიზიანდა გაღიზიანა. რუსეთის წინააღმდეგ მე მაგ ძალიან მყარი გეგმა რომელზეც არავინ არ მისმენს. უნდა შევაგდოთ დიდი კრემლის წინ და დავდოთ ძალიან დიდი ყრე. ეგ დგას ხოლმე. რომელსაც დაღლუმებზე და იმაზე გამოდის ხოლმე. ერთი წუთი ბიჭო. რომელსაც დავუწეთ კალიბას. და პუტინმა ჭამოს? არა, შევფუთოთ კალიბას. ეს ძალიან დიდი ხნა იყოს და ჩამოვაგდოთ და დაეცეს. ეს რო ხმაური ხო. ეს მოყვარული რუსები ვინც იქნებიან ხო არიან კარგი ხალხი რუსეთში, ცუდი ხალხი და მოყვარული რუსები. ხო ჩააჭერე კვირ და მაშინ უნდა გამოვწიოთ აქ. საკეცაი ჩვენსკენ არ გვინდა. ხო გამოვწე. ხო.
ესენი ვერ მიხვდებიან რა მოხდა ო გაძმოვლენა ჩვენ ავდგებით და შევალთ ისე და დავკეტავთ კარებს მოვაჯდებით იქაურობას ჭირი ხალხინი სტალის ხოდერ გეკვა რომელსაც არ დაცალდა და წინგში ფხვნილი ჩაუყარეს და ანკაცმა შეისუნთქა დაიღუპა საწყალი აი მომეწონა מחარას გეგმან ძალიან თვითონ გამოგაჩვა ძალიან საინტერესო ეს ჩაკვეჩილი რუსები ყვნენ რომ გამოწე აი გახარდაელოდე ჩაკბიჩეს იქედა ხოთებზაო გითხო გიწევდა მე დაახებთ ეგრე პეტერბურგში დავდებთ ამ და მოსკოვამდე გამორცხებით მოგვა მოსკოვთან რო ჩეჭიდებიან გამოხვა იქედა ხალხი მე გამო პეტერბურგიდან რომ მოსდევენ ვიღაც მე მაგვეჭიდე კაი გავიდეთ ბოლოსკენ უკვე რა დროს ბოლოსკენ არის ეხლა გვაქვს თამაშები מחარ სანამ თამაშებზე გავა ატო ხარ შეჭი რა გამოგაფხიზლო გინდა მოგხოდო შენ საჩუქარი გვაქვს ეს ხო გაჩუქეთ რაღის აი ეხლა ეგ უკვე გეობაა რასაც შენა აი თელი ბავშვი მქონდა საჩუქრები მაგრამ ლარი მე მითხრათ სპეციალურად ჩვენთვის ალკოსფერო შოტლანდიური ვისკი გამოყო რომ מחარად უყავთ სტუმრათო ხელცარიელი არ გაუშვოთ ეგ ადამიანი გადაცემიდანო რა და აი სპეციალურად შენთვის ძალიან დიდი მადლობა აბრენდილ მომე საჩუქარი შეხ რატო იღე ამოვიღო ლამაზად რო გადმოგცე რა დედის ბოთლენ მომე რა შეჭემ არ გაგიგვარდეს საწყალე გიწია გაჩუ შენ ნაბოჩენ გახსნა არ გახსნა ეხა არ დალი მოინტერესებს ბოთლი გააჩუ ბოთლი ლამაზია ბოთლი ძალიან ლამაზია გაიშა ფუტო რა ბუზ ერგედებია ტელი ამაზე ცოტა პატარაა დაწერია 12 წლის 12 წლის ბავშვისთვის 12 წელი შეიძლება ხო ეგ აწერია კი 12 იარსო შეჭო არა ამასთან გონია რომ მარტო ამას გადასცეს საჩუქარი აი არ გამოვახერხე შენ გენაცვალე მადლობა შენს გამოგიგზავნეს აიცა მე მაგას მე აჰა შენ გამოგიგზავნეს გიორგი რა מחარას ხო არ იქნება მარტო და მარტო ალკოსფეროს გამისტორდა მარტო מחარა კი არ არის კაი საერთაშორისო დირექტორმა მითხრა რომ ჩემი საყვარელი ეს არის ვისკი ეს მიყვარს ყველაზე ძალიან და მაგიტო გამოგიგზავნეთ ესო და მე გავსინჯოთ გავსინჯო რა შენი გავხსნათ შენი ბოთლი გავხსნათ აუ დირექტორს გადაეცო מחარას იგონა რომ მარტო ისქნებდა გამორჩეული არა გამორჩეული შენ ხარ მარტო არა გავიგე მაგრამ საჩუქარი გაუფასო მარტო შენ გახსენ უღრმეს მადლობა ალკოსფეროს ესეთი მაგარი საჩუქრისთვის მადლობა დიდი მადლობა მაგრამ ძალიან გამისტორდება და ამათ თუ არ ექნებოდათ აქვე ვიტყვი რომ ალკოსფეროს მარტო ჩვენთვის არა აქვს საჩუქარი მაყურებელი შეამჩნევდა რომ შამპანიური გვიდევს მაგიდაზე და ეს შამპანიური გათამაშდება მაყურებელში მე მაგრა გამიტყდა თქვენ მეგობრებო აჰა ესე შენი იყო აი ამე აზე უკვე მოხდეს ნონა აჰა შენი იყო სმოდა მარტო შენ გიქნება აუხეხულია მაგრამ არა ჩვენ სპონსორია ხა და კიდე გადამოგცემს პროსტა უფრო კაის ეგრე რაღაც უფრო კაის გვაჩქება აუ ნახეთ სამი ეტევა შემიგეთო მაგპარკიდან არის ამოღებული სამი ხო და მაყურებელთან გვექნება გათამაში გახსოვთ ყალასთან შეშება კაიგე ეს შენი გავხსნათ პირველად შენი გავხსნათ შვიდში ბავშვის ზემზე იმაზე ბოლოს არძონა გავხსნა მე წერან და ურეკე ეგ გავხსნათ შენი პირველში ძველი ახალწეს დაუბრახულოთ ესა გუნდს წამოვიდა ოთ კალამ არის ის ძველი ახალწესა განსაა აი შემე შეგინახავ მაშინ და ძველი შემინახე გიხსნი მაგრამ აი აგვისტოს აი ეს არის სან ჯოსე ტეკილა და მე მიყვარს ძალიან ტეკილა მიყვარს ძალიან თქვენ სპონსორს მივართ თქო ტეკილა არ მინდა რა ამ არა ტეკილა არ მინდა არ წავა შეიძლება რომ შემთხვევით ბოთ აი დიდი რაოდენობით რო ყიდოთ ხომ რაღაცა ტეკილას ჭიქას ვეძებ რა ოღონდ ჩვეულებრივი ტეკილას ჭიქას არა აბა ნაწრთობ ტეკილას ჭიქას ანუ აი ძირითადად ეგეთი რაღაცები მოყვება ხოლმე რაღაცა დიდს აი ერთი წალი რაღაცა აი გდამის ხე კეთილ რაი მაგრამ თხოვნით ვიმართა რომ 6 წალი ტეკილის ჭიქა თუ აქვთ ნაწრთობი მე შემიძლია ბარტერით TikTok-ის რეკლამაში გაგიხვიდოთ 6 წალი ტეკილის ჭიქა ოღონდ ნაწრთობი იმიტომ ისა წდება ბიჭო
პირში მიტყდება ხოლმე რა. რატო ღეჭავ ტექილში გებს ამის. ეხლა არც ბოლო დროს სიმწვის გამო უჭირკვლებს ერთმანეთს რა. აი ხო შეიძლება ისიქნოს აი ყმა გამექცეს რა ჩაკეტოს პიტი ხო იცოდა. მართლა და იმტრევა პირში რა. აუ ბიჭა აი მე ეს აი ამ თულიან ეგ რაღაც მე გამოშლება რომ მარტო მე კი არა ვიღაცებსაც ჭირს ეგ რა. აი კომენტარებში დაგვიწერენ რომ და აი ინსტინქტად ამჯერ ყმა მოგისწრა აი მე ნერვიულად რა. გიორგი მე არ მომეცა საშუალება რომ როგორ გავა როგორ გავაშტერა მეგობრებო თუ თქვენ დაწერთ აი გეტყვით ისტორიას კატაზე კაი, ერთ ჩვენი თამაში არის საახალწლო იმეებზე რა ქვია ტრადიციებზე, რაღაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზე და თქვენ შეგიძლიათ მოიგონოთ რამე საახალწლო უცნაური ტრადიცია, დაწეროთ კომენტარებში და გამარჯვებულები ერთი არ იქნება რა თქმა უნდა, რამოდენიმე გამარჯვებული იქნება ლუდისას ნაკრებთან ერთად 2 წალ ესეცაც გამოგიგზავნით საახალწლო ბარი. ეს ტრადიცია საახალწლო ძველით ახალი წლის შეიძლება. რომ შპრიცით ვსვავდით ხოლმე ღორის კი არა ძროხის ასაცრელი შპრიცით ვსვავდით ხოლმე ახალწელს ეგ არ არის საახალწლო ტრადიცია როგორ არის საახალწლო შპრიცი ძალება ჩვეულებრივი ის არის სუფრის არა ახალწელს ვსვავდით ხოლმე ყოველთვის როცა 12-ს გადაცდებოდა შპრიცით იმიტომ რომ მთელი წელი შპრიცი არ დაგჭირებოდა. ტრადიციებს გვეტყვის ჩვენი ულამაზესი წამყვანი და ჩვენ უნდა ვთქვათ, ეგ ტრადიცია მართლა არსებობს თუ მოგონილია. ვინც ვერ გამოიცნობს, შეეშლება ის სვამს. შენ გავიგეთ რომ არ სვამ, უბრალოდ ლუც მოწრობა, ჩვენ კიდე ტეკილა გვაქვს, რომელსაც მივირთმევთ დიდი სიამოვნებით და გემრიელად. რამდენი ხო გასინჯო. 10 ტეკილა, აბა საჭესავე რა. ცოტა გასინჯო, თუ გინდა პროსტა გასინჯო. გემოსმოჩი, თუ გაინტერესებს. და თუ მოგეწონება გაგატან. აუ, კაია შეჩება. უკვე გაუსწრო. კაი ბიჭო, გავყდება. არა, საგერგელი ამეშლება, არ მინდა რა. ვсё. მიდი, დევიც. ტრადიცია. იაპონიის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო ტრადიციული კერძი არის KFC. სანამაგას სიტყვი მე ექს ყველაფერი ვიცი. ერთი წამი. ნუ მიყურებთ ახლა. მე ვიცი სწორი პასუხი. აჰა, რა მიწევი არაფერი. მე თქვენაც ახლა სამზე უნდა აი ავწევ. 1 2 იაპონიის ერთ-ერთი მთავარი კერძი საახალწლო გუნდი შენ დალიე. ერთ-ერთი მთავარი კი არა ისა აქვთ იმენ ტრადიცია. ძალიან კაი წარმოდგენა მქონდა მაგ ხალხს. არა, ქათამს იმენა. კაი KFC-ს აკეთებენ ჩვენსათვის კი არა. კაი, მაშინ. კაბო ვერდელებს ჯერათ რომ კაბო ვერდელებს კაბო ვერდე არის კუნძული შუახმელთა ზღვაში. ხო, შობის ღამის 12 საათზე დალეული 7 იუმი კვერცხი უშვილობის პრობლემას მოუგვარით. შობის ღამეს დალეული 7 იუმი კვერცხი უშვილობას მოუგვარებს. ვა, შენ როგორ იჩქარე ამასთან? იტყვა დასვი შეჩება, განათება ჩამოვარდა. თავისთავს კი არ დაამრავა რა. კაი იყოს რა გეხვეწები რა. კაი ეხა ლამაზისთვის ვიწვალე. მიდი მოყვება ჩამოვარდა ბოლო. ხელი არ დაად. არა სანამ მოხვიდოდი, მაგრამ ერთად ჩამოვარდა. ნამყოფი ვარ მე და სხვა შორის შობის ღამეს ვარ ნამყოფი. და ყველა კვერცხებს ამნო მავწიოთ. 1 2 3 დალიე. რატომ უნდა? ბიჭო არა. წეღა ისარავ შეღო. აცუნდია ჩემი. მედი გასინჯე ხა ხომ უნდა გაგესინჯე. გასინჯეთ. პერუში საშობაოდ ერთმანეთს შურდული თესვიან ქვებს. შურდული რა არის უკაცრავად? ლაგატკა. ნაყოფია. ლაგატკა. პერუში. რა იციან პერუში რა გაკეთე? ნაყოფია. 1 2 3 პერუში დედის დალიე თქვენ ორმო. გარიდებილი ტრადიცია აქვს პერუში არ ჩავალ საშობაოდ. პერუში არ უნდა ჩაყვიდე ჯერ. ხوار რომ მოხდება რა. բայց ტყუილი იყო? მართალია. მართალი იყო. მაშინ მართალია. შენ არ უხმაწი ეხაც? არა. აუ. გიორგი, გაიყნოს ეს გაიყნოს. რატო იყრიან მიციმარელს? ისე უნდა ხნა ოღონდ. არის ის გორემა. ენა ჩაყავი დაატრიალე. ინდონეზიაში 25 დეკემბერს ვინც სამეგროში დაიჭერს ყველაზე დიდ დედალ გველს, მომავალ წელს დაუჯახდება. რა ბაზარია, გაი, შეჭება რა. აი ეგ სურო იყოს დაულევ და ეგ არ შეიძლება პასუხი წააგიდო, დალიე. გაი, ეხლა ძალიან ზღაპარი იყო შეჭ. შემდეგი მონღოლეთში ოჯახის ყველაზე მცხოვანი ბაბუა მთელი წლის პენსიის დანაზოგს გადასცემს შვილიშვილს, რომელიც ყველაზე დიდ ხანს გაჩერდება გაუხედნავ ცხენზე. პენსია მონღოლეთში რა ჩემი.
თქვენ ნორმა წავაგეთ და დარიგეთ. ბიჭო მონღოლეთში პენსია მაგრამ არ მონღოლეთიო და ამოწი. ცხენის კულტურა ხო ძალიან აქვს მაგათთან რაღაცთან. ცხენს არ გაიგებდი, მანამდე აწიე შეჭება. პენსიის გადაცემაზე ეგრევე. ასაკე ჩვენს გვაქვს ეგ ბებია რო პენსიას იღებდა ხო გაძლევდა ხოლმე წილს ხო ეგრე იყო. ტონგაზე მიაჩნიათ რომ თუ საშობაო სუფრასთან ორსული ქალი არიჯდება, ის წელი უბედურებას და სიკვდილს მოუტანთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ოჯახის წევრი იქნება თუ არა, მთავარია ორსული ქალი. რაღაცა გაავს ხო რა. მთავარია ორსული ქალი, სამივე მდალიეთ. არა და მე ვიცი, მე ტონგაში ორსულ ქალთან ერთად ვარ ნამყოფი სუფრაზე და ძალიან კაი წელი მქონდა. ლალი შენ კაი რაღაცა მოგიფიქრებია, დამაჯერებელია. მოვათხოვე რა. ხო, მაგრამ ეხლა რო დავფიქრებული ყავით რა სულელია შეჩემ, სად უნდა ეძებო ორსული ქალი ყოველ წელს. სად უნდა ეძებოდა, უნდა დააორსულო შეჩემა. ანაი გადაცემაში ვარ ბიჭო, ასე თქვენი. სულხოლობაში ვარო. შემდეგი დიახ. ლიბერიაში სანტას მაგირავთ ყავთ ბაიკა, რომელიც ბავშვებს უყვება ისტორიებს მდიდარ ცუდ ხალხზე, რომელიც ღარიბ ხალხს არ ეხმარება და ამ მდიდარ ცუდ ხალხს ერთად აძაგებენ. ლიბერია ხალხს ეხმარება ალბათ. როგორ? ღარიბ ხალხს ეხმარება. არ ეხმარება. რობინოსაც არ არ ეხმარება. ეხმარება ეს მდიდარი, ანუ ისეთი არა, ეს უყვება ისტორიებს პროსტა ისტორიებს ხალხზე, ყვება. რომელიც არ ეხმარებიან ღარიბს. პროსტა ყვება შეჩემა, აი დადის და უეჭველი ჭორებს ყვება. ლიბერიაში იქნება ეგეთი ტიპი. კი, არის ნამდვილად სამი. გონზი არა და ლიბერიაში იქნება ეგეთი. არჩევი ეიცი შეჩემა, სად ვინ იქნება? სწორედ ხო უპასუხე. გამიშება ეს. სწორედ უპასუხე თუ არა. ლიბერაში იქნება. აი ვინ იქნება? აბა მითხრა. როგორი ტიპი უნდა იყოს ლიბერიაში თუ გახსოვს? შავკანიანი მოხდია? აღარ საშუალო. ახლა სად არის ბავშვი ლიბერია, ეგეც არ ვიცი. ლიბერია, როგორ არიცი? ვაიმე. ხმალთაშუა. ხედავთ არის ოკეანეში. აი, შემდეგი. გვატემალაში 25 დეკემბერს 24 საათის განმავლობაში საჭმელს არ ჭამენ შეერი ხალხისადმი პატივისცემისა და სოლიდარობის ნიშნად. თქვენ ორმა დალით. არა, რუსებო, შეერ ხალხს არ წემს არავინ პატივი შეჯემა. ეს არის ღაპა. ეგ შენი გადმოსახე და ინძახი. არა, არ წემენ პატივს ახლა ამ შეერი ხალხის საპატივცემოდ რა არის? ვენესუელაში 25 დეკემბერს იკეტება ყველა ქუჩა და მთელი ქვეყანა და ყველა კატაობს სკეიტებით და როლიკებით. აუცილებლად 25 დეკემბერს ვენესუელაში. აი ეგ ეგრე არის ყოველთვის. თქვენ ორმა დალით. მადლობა ბიჭო. დავლია იმენა ვაფშე ჩემი. ხო არაში მე რაგის გამო არა ვსო სადღაც გამიმართლებ და ვენესუელა რა სისულელია? რა სისულელები ვენესუელაში ნამყოფის რა ხარ შენ შენ ხო ხარ ნამყოფი და ვენესუელაში ნაკაცურად შეჭმა გეიზ უკავ ვარ? ისეთი გემრიელი და კილა არა მეტი დამჯერდა. ამე წუწუნებდე არა, ბაზარი არა, გემრიელი არის. ძალიან გემრიელი გაგისვლა ხო? გასინჯე. ხო ვამაყობ შენით. ჩემო კამაზო ბიჭო. კამზო ჭამო აი მაგაზე რა საკეთებ მახსენდება სულ კაბუს სიმღერა ჰეროინი თოვს მარილს როგორც აი ჭამ მახარა აი ეს არის ეს არის თოვს და ეს არის თოვს. შენ საკეთებ ეგ არის კაბუს ჰეროინი თოვს ტაილანდურ ახალ წელს ტაილანდელები წუწაობენ. წუწაობენ და იმიტომ არიან მაგდენი უეჭველი. კაკოსაც ხონდა ამაზე ვიდეო გაკეთებული. მას არ უყურებ ჩვენ გაკო რომელია ეგ? შენი მოგვარი არის ერთი კაცი YouTube-ზე რომელსაც აი უნდა უყურო თუ რამე სიმართლე გინდა ანუ ვიდეოს დებს ძალიან იშვიათად მაგრამ თუ დებს ისეც რომ აი პროსტა კითხვა გაბუნია გაბუნია არის YouTuber-ი მოხუცი კაცია ლექტორი პროფესორი აი ეს ღამე შოუ რო იდება ხოლმე მაგაზე ამობთ? შენ რო სტუმრად იყავი ცოდნე? მახარდა გაგი. მე მგონი ვიცი მე ეგ. რაზეც ამბობ. რაღაცა შენობილზე ყვება ის ბიჭო თან ისე ყვება რომ აი ხო იძახე რომ YouTube-ზე დრაივია საჭირო ამში მობმული აქ ეგ ყვება ჩერნობილში ბიჭო ვიღაც ბიჭები იყვნენ ჩასულები ქართველი იუთუბერები შეიძლება მაგარი ვიდეო დაიწყო აუ ჩამოსვის მე რო გავუყვა ერთხელ ხო? ამებს აკეთებს ხოლმე მე ბორში ეგრე გებრია თან მიჭამია როგორ ჭამს იცი? ჰა? ცოდნე. მართალია კატლეტი? ბორში ბორში ახლა რატომ ხარ რომ უკრაინაში ცუდი გეჭამა? როგორ ჭამს ისი დედა ტოფატიც ვაქვს ბარემდან. ბარემ ტოფატიც ხო არის მასო. დავა ტოფატა მე ის კვიზი გავუკეთე. დავაი. ჩემი დედა ერთი კვიზს ედგაცმაში ჯო არა, ამოიწოდა. და ბოლოს იქნება პროსტა ერთი კვიზი და ნაუ. ტოფატი უნდა გამოიცნოთ YouTube არხები, ჯამური ნახვევიც.
რიგრიგობით. ვისაც უფრო მეტი ჯამი ნახავთ რა. რიგრიგობით და თითო ვერ გამოცნობაზე უნდა დალიოთ თითო ჭიქა. უკაცრავად, ხუთ ვერ გამოცნობაზე ვარდებით თამაშიდან. ქართული ხო? ქართული უტუ ბარხები. გიორგი საიშვილი. გიორგი საიშვილი არის მე-6 ადგილზე და აქვს 101 მილიონი ნახვა. ვიტყვი ოქტოპუსი. ოქტოპუსი მე-7 ადგილზე 74 მილიონი ნახვა. ემილია არის პირველ პირველ ადგილზე. ასნაბა. ლალის ხო არ ხსა რომელ ახს ჩაწერდა ემილია თუ არა მილიარდ ნახევარი ნახვა აქვს ჯამური და ემილიას დასაც აქვს რომელსაც 300 მილიონი აქვს აღარ შეიყვანა ქალბატონმა ლალი. გასაგები, ანუ არ ვხართ ეგ. კი ბატონო. ამ მიყავს ხომ საერთო კაცი. საჯუგაზე არ არის ტოპაჩი. შენ ხარ მე-12 ადგილს. 46 მილიონი ნახვა აქვს შენ. ფუ. ავიდა დალიე არ გადაგა. არა, ეს პროდიუსერი ფუ თორე შენ იმ ლოდინ ბოტრუპი. მე 2-3 კლუბი. რაში არა ვარ მეო? მაგრამ ეგ როგორ არის? ნახე, ახალი შემოსულები ვინც არიან YouTube-ზე. ხო, ძირითადად ეგია, აი ცოტა ძველებზე უნდა წახვიდეთ. ჩემი აზრით ჰანგრივენები იქნებიან უეჭველი. ჰანგრივენი მე-4 ადგილზე 164 მილიონი ნახვა. 12 ძალიან ბევრია. მახარას რო არა ეთქვა საით. სოსო. დალიე. სოსო არ არის? სოსო ახალია. შენ 14 მილიონი მარტო იმას კორეაზე დააგროვა. სოსო ახალია შედარებით მაინც. დიდ ციფრებზია აქ საუბარი. რა დიციფრებზე ბიჭო? მახარ. კაი, გაუწდა მახარ, შენ თუ აღარ შეგეპანე ტოპაში. აღარ გველაპარაკებად იპიშე. აი მალე მოვჭი. მე-10 ადგილოსან საქვს მე-10 ადგილოსან საქვს 53 მილიონი. აში, არხი დახურა. ცუდი ხელოსანი. ცუდი ხელოსანი ორი წელია დაიწყე შენ. პირველ ზევით ახს უბრალოდ ინფორმაციას ვაწვდი რა არის კარგი. არეკლამი ფარავს. თუ გინდა მინიშნებოდ. რატო ვერ შეჩემ, რატო ვერ ხვდები მინიშნება? აა მინიშნება. არ მინდა მინიშნება, კაცო. TMG. TMG არის მეორე ადგილას. ხო, აა, yes. 319 მილიონი აქვს ჯამური ნახვა. ტეტრისი. არა. დალიე. BBR Wild-ი. არა. რა? დიდი ხანი აკეთებს ისე გზან, მაგრამ 20 მილიონი ნახვა ეს ვიდეოზე რა არ არის? ეგ არაქართულ კონტენტზე. მაშინ TV იმედი ჩემი და. ბაზარი არა. ოჯახ. არის? არა. Last night G2G და თევზები. არის შენ G2G. მაფია თქვი შეჩემ რატო იმას? არა, ხო, მაფია. G2G არ არის. არ არის, ვიცი. არ არის დალიე. ის. Let's play. არა. არა. დალიე მესამე გაქვს შენ. მახარ გისმენა. Let's play. ხო დიდი ხანია შალი ჩობს არა? ბიჭო, მე ზუსტად ვიცი ვინები არის. ცოტა გეიმინგის კენას წადით მეგობრებო. ნიკა TMG არისო. იყო მეორე ადგილზე არის. პროსტა ნიკა TMG-ის მეორე არის. ნიკა TMG-ის მეორე არის. 57, მაგრამ ეგ არ გვაქვს ჩასმული 57 მილიონი. ხა, აბა თუ არა. რატისბარი აჯახე უეჭველი. არტისბარი? ლატისბარი არის მე-11 ადგილს, ამიტომ. აი რა? რატომ 49 მილიონი ნახვა. ამის ბრალია განჯვენდი რა. შეჩემ მეტი არა აქვს რატო? აუ, მე დაგიშენ შეთესო. ეს გააკეთე. ესეთი გიორგი არის, ნამდვილად. ქიმერა არ არის. არ არის. ალექსანდრე უყურებს ხოლმე პროსტა და მაგითო მე. შენ დაელოდე შენ ზრიქსე და ისად. მე მაქვს. ნახარ, აქედან ერთი არის გიორგი, ოღონდ ეს გიორგი გეიმინგში არ არის. დამსე ყველა გეიმინგშია თითქმის. დანელი. ეგ არის ხო. დანელი არის მე-5 ადგილას. ერთი არის ესეთი რომელიც სოლო არხი არაა. დამსე ყველა სოლო. რამდენი დარჩა? 4 არხი დაგჭათ. აქედან 4 გოგამოსა. გარდა არის ყველა გეიმინგები. დიდი ხანია აკეთებს. იტა შეჩემა. ბაზარი. იტას აფიქსირე? დავა იყოს, ჩემი ჰიტონია იყოს, არ არის ჩემი ჰიტონია. აუ, ვალი არის მართლა გეია შეჩემა. ვალი ზაზერჯი. მესამე არა, ოზი. მე-4 არის გუნდიშასი. შენს მე-4 უნდა დალიო ეხა წეს. მერვე ადგილზე არის ერთ-ერთი ის რა ქვია, ნახი, რომელიც სოლო არ არის. მეწოდი ვიცი? უეჭველი ყველა მისის. ყველა მისის? კი. სოლო არხი არ არის, მაგრამ ყველა მისის. რო მომჩა. ჰამაკი შეჩემა. ჰამაკი ახალია შეჩემა. შორტნე გამოეთიშა თავის. მე გამოთიშული ვარ უკვე გაიხანია. ბოლჭიკის მე გამოთიშული. ტოპათი, გუნდიშა მოიგო და აი, პირველ ადგილზე იყო ემილია, მეორეზე TMG, მესამეზე იყო ამიკო ზარქუა, 199 მილიონი ნახვით, მეოთხეზე ჰანგრიმენი, მეხუთეზე დანელია, მეექვსეზე სარიშვილი, მეშვიდეზე ოქტოპუსი, მერვეზე იყო კაცები, მეცხრეზე იყო სლენდერა და მეათეზე იყო თემურ გვარაძე. მე-11-ე იყო
რატის ბარი? რატის ბარი? მე-12 ჩვენი ძმაკაც. გადაო სლენდერა ვაფშე ვერ გავ. სლენდერა მეც სტრიმინგში არ დარწმუნებული ვიყავ. კონტენტს არ უყურებ ხოლმე ზოგადად თორე. ხო სლენდერა აქტიური. ეხა კიდე აკეთებს სლენდერა რაღაცა? დიდი ხანი აკეთებს სლენდერას აქვს. არა, დიდი ხანი ვიცი. მაგრამ ეხაც აკეთებს კი. და სლენდერას აქვს 50. არა, კეთებით აკეთებს, მაგრამ მე უყურებ ის. ბიჭო, მე ხო, ძალიან ვიდეო აქვს, რა. ისა ხო. G2G და თევზები რა. რა. თავარი თანაფარდობა ვიდეოების რა. ხო, არა, პროცენტულად რო შეაფარდო, מחარ. თორე ის არაფერ შუაში არ არის რომ მე მგონია რომ შენ პირველ ადგილას იქნება. מחარ, ნახე ხა მე შენ დაგისვა 8 კითხვას უცებ. აი რა მოხდება. მაგავი სუმიკრები ვერ აყრი ხარ. აგერ დავყარა. מחარ 8 კითხვას დაგისვა და ამით გადავწყვიტო ჩენ რანაირად აირჩიეთ. აი ნახავ. დიდარი ბავშვობა გქონდა თუ ღარიბი ბავშვობა გქონდა. ამის მიხედვით მე პასუხი წინასწარ ვიცი და რაღაც, მაგრამ მაინც აი იქნებდა რაღაცეებში სხვანაირად იყოს. 15 წლამდე თუ გიმუშავია სადმე და სად გიმუშავია, ანუ სიღარიბის ნიშანი თუ არის ეგ, სადაც გიმუშავია. არ ვიცი, შუშის ცეხი, რკინის ცეხი. რკინის ცეხში შენ ციხავი? აბა ვიდეო ხა. מחარ ცალკე საძინებელი თუ გქონდა კი, რომ აგდებდნენ გარეთ ხოლმე. ეგ რაშინ იყო? კარდონის ხუთი ეგდორი. შიგნით შედგება. ცალკე საძინებელი თუ გქონდა. ეხაც არა მაქვს. ეხაც არა მაქვს. მობილური ტელეფონი თუ გქონდა 13 წლამდე. დენზე ერთ-ერთი ასკოდა რომ მუშაობდა სახალხო განათლებები იყო ხოლმე. კერძო სკოლაში დადიოდი თუ საჯაროში. არ დადიოდი ხოლმე ალბათ. არა, დავდიოდი სკოლა ძალიან არა, იმიტომ რომ გასართობი არაფერი არ იყო. მარტო იყო სიტყვა. ფეჩი. დასასვენებლად თუ დადიოდი ხოლმე სადმე ზღვაზე ან რაღაც კურორტზე ყოველწლიურად. არა, ყოველწლიურად არა, მაგრამ დავდი მივყავდი ხოლმე. მაინც რას ეხშირით? აი ხა წელიწადში ერთხელ მოხსოვდა წაიყვანო. ანუ ერთხელ ხარ ნაყოფი ბავშვობაში? ცუდი არის. რო იცოდეს ზღვა როგორია. რკინის ცეხის მასალა იყო ხოლმე წამოსწრებული ფოტიდან. საზრიდი იყო რაღაცა ჩამოვიდე და 18 წლამდე თუ ხარ ნაყოფი საზღვარგარეთ. იუთუბერი რო დავიწყე, მაშინ გავედი ქვეყნიდან. მომენტ მეც ღარიბი გამოვდივარ, ეხა ყველა კითხვით რას სულ. მეც სხვა იმედი გქონდა რამე რომ მე ლეხი ბავშვი იყავი. מחარ სახში ერთ საპირფერშოზე მეტი თუ გქონდათ. ოპა! არა, მეც არ გქონდა. ნუ ეზოში იყო ხოლმე ჩეჩმა. სკოლაში თუ გატანდნენ ფულს და რამდენს გატანდნენ ხოლმე და სკოლაში გორში რა ღირდა ბუფეტში რაღაცეები გემახსოვრებათ. 20 თეთრი, 50 თეთრი. მახსოვს 15 ან 20 თეთრი ღირდა ხოლმე ჭხირა, ეხლა რო ჭხირები იყიდება ძალიან ცოტა როდებს შიგნით. ეგ ღირდა ხოლმე 20 თეთრი. წითელი შეფუთვით რო იყო პატარა გამჭვირვალე ძე. ბულკი ღირდა ხოლმე 25 თეთრი ღირდა ხოლმე ქიშმიშიანი ბულკი. პონჩიკები 20 თეთრი ღირდა ხოლმე. რო ეს ბულკი უფრო ძალიან დიდი იყო რა. პონჩიკების სკოლის გვერდზე იყო 20 კაპიკი ღირდა ხოლმე 15 და 20 კაპიკი რო გახადეს ძალიან დიდი პროტესტი მოყვა მას. პონჩიკი ღირდა 20 ჩემი და პონჩიკი ბიჭო, მაშინ მეთქვა რომ ამას პონჩიკი მე მახსოვს რომ 10 ამის მერე მეთქი გაყიდიან თქო 2 და 50 ანუ 5 ლარი ხა გეს პონჩიკი ფრანგული ფუსით 20 ლარი ის რომ მეთქვა ის ხალხი ალბათ იქ მოყდებოდა მართლა შენ და ბიზნესი კებები 5 თეთრი ის დაანჩე ყლებს იყიდება იმენა კიბოს გამჩენი რაღაცები იყიდებოდა მეტასტაზები შიგვე იყო ხოლმე ამ პროდუქციაში მაგითო წავიდა უშიშრად ჩერნობილში ეს რა გადავა მე მიჩვეული ვარ. ჩერნობილი არის ტერიტორია რომელიც ყველამ უნდა ნახოს იმიტომ ეგეთი ექსპერიენსი რო გეთქვა ჩემთვის წამოვიდოდი ეგეთი რომ მე ჩემი არ მითხეს ცი მე დამერეკეს მაშინ მოიაჯერა და მითხრა რომ ხვალ მეფრინავს არ მეფრინავ მეთქი ჩერნობილი ნახე გადამაგრებული იყო და მაინც ჩამოზა ანუ გადამაგრებულზეც და ჩერნობილში მიდიხარ ხვალ და ხა სხვათაშორის მე სპეციალურად ვქენი ეს ყველაფერი რომ ნელ-ნელა დილით ბოლოსკენ დაშლილი დამერეკეს კიდე რომ ხომზად ხარ მე გამზადთავ რისთვის 6 საათში ფრენაო და მიდიხარ უკრაინაშიო აჩქოს დავრუკეს სად მიდიარ შეჭმა უკრაინაში ოი მაგრა გაქვიმაქრე. რა ფრენდით ეგა შეჭმა რა ჩენი. აი ეხა აფუჭებ შეჭმა აი ეს ინსტინქტურად აი ეს ჩამოეკიდება ჩამოეკიდოს არ ჩამოეკიდა ტრამდის გატანდნენ სკოლაში თუ გატანდნენ ბიჭო მე მაგ თუ რამდენი შოვიდი არის მაგან გამზარდა რომ არაფერს არ მატანდნენ და ჩემით გამოვიმუშავებდი ხოლმე
სკოლა. თოკის გამით. არა, დიდარი ბავშვები იყვნენ, რომელთაც სულ მეგობრობდი ხოლმე მე. შემეტენე ბავშვი იყავი? არა. კი, წავიდეთ ერთად ვითამაშოთ, და მე ძალიან მიხარია შეთანხმება. გოგოებთან ძირითადად გოგოებთან მეგობრობდი ხოლმე და ჩანთები დამქონდა იმათი. ამაში ფულს ვიღებდი ხოლმე. მოიცა ურიკი დადიოდა. ეს ყველაფერი მგოგოება იცოდნენ, შენ რო ფულს იღებდი ამაში თუ არა, ჩანთაში ედოთ ხოლმე. ოტილარი. ეს აქედან გამომივიდარეს. იმიტომ რომ ხო მესამეზე ავიტანე ამის ჩანთა. ეთქე რა გავაკეთე, იცი. დიდი ბოდიში ჩემ დამრიგებელთან, მაგრამ ცოტა გამხელილი ჯობს რა. ხაბატონ მანას დიდი სიყვარული. თქვენ რო საფულეში 40 ფული ვარ. არა, ფული მამა დაიღუპა თუ რაღაც დაიღუპა ჩემ დამრიგებელს და სასწრაფოდ მეთქი ფული უნდა შევაგროვოთ, მეთქი რომ ვენოკი უნდა ვიყიდოთ თქო რა. არ მოყვე იგი ხა. 1000 ლარი დავადებინე ყველას და ყველამ დადოშოლო რომ გიორგი წავალა. 30 ბავშვი იყო რა, წარმოიდგინე 300 ლარი. რომ დავინახე ჯერ გამოვკა ეგრევე ტვინმა ფიქრი დაიწყო რომ ეს ფული როგორ უნდა დამრჩეს მე რა. და ყვავილების საკრებად წახვედი. არც არა რა ყვავილების საკრებად ბიჭო. არც ანუ ეგრევე მოიფიქრა ტვინმა. კვირნაკი არის სასაფლაო. ეხი რანაირად შეიძლება რომ ეგრე მალე გახმეს ვენოკი ხო? ავედი. ამოვიღეთ ორი ვენოკი წამოვიღეთ. მე თეთრი ფურცელი ვიყიდე ძველი მოხსენით ამაზე გადავაწერეთ თავიდან. ქვეყანა ყვავილები რომ მოვიტანე ბედნიერები. წარმოგიდგენთ, ცუდი ხარ ბედნიერები იყვნენ რომ როელოდებოდნენ ერთ ვენოკს ორი ვენოკი და უამრავი ყვავილი მოვიტანეთ რა. გაახ ტალახები გეჭირე. მივიტანეთ დავდეთ ყველა ბედნიერი იყო ბიჭო და ეს ყლები ბიჭები წავიყვანე კომპიუტერებში დავსიქრეთ თამაშით წვენები და მთელი ამ დიდრები ზივა დავკეტეთ თეთრ არავინ შემოუშვა. ოლეგას კომპიუტერში და ერთი თმა ჩემო ძმაკაცმა იმის დამრიგებელთან კარგად არიან გოგოები იმას არ მოუყვა მაგარ რომ რამაგერაც გაკეთო ტელეფონი გასკდა ეგამბა ვიღონ რა თქმა უნდა უარყავი და დღემდე განთო რა ტყვილი იყო და რაღაცა მომიგონეს იმიტომ რომ მე კარგი ბავშვი ვიყავი კარგად გავაправე მაშინ და მართალი იყო კარგად გავაправე ზოგადად 300 ლარი ბიჭო აიმე აუ 300 ლარი რა საქმე ვერ დავხარჯეთ და საქმე ეს ალბათ 15-14 წელს ვიყავ. მაგდროს მაგარი გუში იქნებოდა 300 ლარი. და ჩემი დედა 300 ლარი. მაგდროს ხელფასი. დაჟე რაღაც მოჩი ვიჯექი რომ რა ბიზნესი დავიწყო მეთქე. ვიჯექი და უცებ მილიონს რო გაჩვენ. აი რაში ჩავდო ეს ფული. და მან მაგარ ბიზნეს დაიწყებდა. просто აჩიკომ ჩაუარა გვერდზე ის რომ ვერ დაინახა ამან. არა აჩიკო ესე იჯდა და არ დავიხე ესე იჯდა და ეს კი ვერ დაგეხმარე. 300 ლარი არ მქონია ალბათ ხო 15 წლამდე შეიძლება ხო მე ყველასთან არ დავიწყე მე შემიყვარდა უკვე იზიმანი რა მაგის მე იმიტომ რომ იყო ჩემთვის ძალიან იზიმანი და ყვავილების გაყიდვა დაიწყე ყველაფერი სასაფლაო და ფული რომ მოდის პირველი ვფიქრობ რომ რა შეიძლება ეს ყველაფერი მარტივად დავიტოვო რა ჯეჯობით გამომდის აი კალას და კნოს მანქანების ფულზე რა ქენი ხა აქ რა დაითრიეს საიდან გაწიეს ორი თვე მინიმუმ ვერავინ ვერაფერს ვერ მომთხოვს იმიტომ რომ იმედით ცოცხლობს ღმერთ მე შესაძლებელია პორტში თვითონ გემს დაენძრეს გაიჭედა რა ჩაიზირა ეს გემი აი აქედან დაშლებში ვიყიდო უკვე გამოფურტყული მანქანა და უფრო იაფი დამიჯდება რომ მივიტანო და ფოჩი ჩავაგდო და სურათები გადავუყოლო ეს ბაკები ტივტივებს. ცარიელი კორპუსები რო ტივტივებს. ხავაი კალა თუ ჩამოხვალ შეიძლება ამოვიყვანო. და ხაერი გამოვა და ჩავა ეს. ტიტანიკს დღემდე ეძებენ ზმაო. ზართულია. არა ბიჭო გონია თუ ყველაფერი მოდის და კი ეგრე გონია მე ვიცი ეგრე მითხოს ჩამოვავე ხო დღე-დღეზე ყველაფერი იშლება არა გამოისრო რა ხო არაფერი გამოვიდა ხო ყველაფერი რა გამოვიდა როგორი ბავშვობა მქონდა ხვის ამას გამოვკაჩე ეს აი მას გამოვკაჩე აგერა მეგობრებო შესანიშნავი დღე გამოგვივიდა ეგრე მგონია ამას ვეძახით პოდკასტი იყო შენ მოსვლამდე ეხა ახლოს და რაღაცას დავაწერთ სადღაც მან ვართ ტრიკასტი რატო არ არის არასდროს რუსული როა ფრიკასტი რა 1 2 3 ფრიკასტი არაფერი სამკაციანი პოდკასტი კაი არ ვიცი არ ჩაუღრმავდები ეხა ამ საკითხს
ტუტუ და მე მინდა რომ რო ეკეტებოდეს, თქო, მოჭმის დროს დაგრჩება სადმე, რომ ჩაკეტავე. ვა მიდე დასვი ახლა ეს რულთანში. აი ხოლმე დავიდა. ტეკილამ დააცვა აი. არა, საჭესთან მეჯდები ძალიან ხიზლავს რამდენი დავლენა. არ დაულებია წვეთი საერთოდ. ეს ყველაფერი შეგადაში გვას ხამდე ხოლმე პაუზების დროს თუ გაიჭირს. არა, просто დავლე 6 კლუბი შეჭება. პატიმსემულო პოლიცია. მადლობა იმ პატრული ინსპექტორებს, ვინც გააჩერეთ. მახარეს და არის რა პრავა. პრავა რო წამართვა. აი რა უნდა წაგართმანში. არ დაგილევი არაფერი. რაც არა, მაგრამ წამართვა. გამარჯობა. ანუ არ სტაგიბუნებინა. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა. უღრმესი მადლობა ჩვენ სტუმარს. აქვე შეგახსენებთ ეს გადაცემა იყო საახალწლო. ჩამოგვეშალა თავზე მთელი საახალწლო გაფორმება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიწვალე და იმედია ვინმე მაინც დამიფასებს. მახარას გარდა რა თქმა უნდა. და რარიანის კოში თუ ამაგრებს შეჭე. რა შენი საქმეა, რამდენიანის კოში თუ აი გამებელი და. ხოდეს გადა. ნახე, მე სასმელებს ალკოსფერო დაიჭირა ნათება. აბა მათი დამსახურებით ჩვენ ნეტასთან გადასკვლელი იყოს და მოკეჭენაც. აზა, ოპა. უღრმესი მადლობა მეგობრებო, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ისა ბიჭო, ყვა შემოგვიყვა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მრავალს დაესწარი და ჩვენ კიდევ იანვარში დაგიბრუნდებით ახალი გადაცემით. მადლობა მახარას. მახარ, დიდი მადლობა მართლაც მაო. ძალიან გამიხარდა რომ ჩვენთან ერთად იყავით და მართლაც საინტერესო და კაი გადაცემა გამოგვივიდა. შენგენ ნახე რა მოკაცური ხელი აქვს არა და რო კითხო ასე არა. ოშენ ძალიან მომეწონა. მიულოცე ჩვენ მაყურებელს ახალი წელი. სტაროა. გიოცად დადოშება ხათის გიცოთ 2025 წელი იყო. ცუდი. მე მეჩქარება. ექსი ძალიან უფრო ცუდი იქნება, მეჩქარება მართლა. აი, ეს ჩიკას რას იქნება? დადებს, ო. ფინიში.